დღეს ვაცხობთ ტრადიციულ პასკებს. 200 მl თბილი რძე, 110 გრამი ცოცხალი საფუარი, 4 სუფრის კოზი შაქარი, გავხსნათ, 5 სუფრის კოზი ფქვილი. დავაფაროთ ზემოდან სტრეიჩი და დაველოდოთ საფუარის გააქტიურებას. 10 კვერცხს დავუმატოთ კილო 200 შაქარი. გამზადებული გოგლი-მოგლი გადავიტანოთ დიდ თასში. 800 მl თბილი რძე. დავუმატოთ გააქტიურებული საფუარი. ერთი ჩაის კოვზი მარილი, 50 მl კონიაკი, თითო სუფრის კოვზი, ილი, მუსკატი, დარიჩინი და მიხაკი, 2 შეფუთვა ვანილი. მიხაკი და დარიჩინი შედარებით ნაკლებია, იმიტომ რომ პასკას ააშავებს მეგობრებო და ცოტას დავაკელი. ფერისთვის დავუმატებ კურკუმას. ყვითელი ფერი გამოდის პასკა. გადავურიოთ ეს ყველაფერი. დავამატოთ ფქვილი. მე სულ მაქვს მეგობრებო 3 კილო ფქვილი და ეხლა დავამატებ და გეტყვით დაჭირდება თუ არა 3 კილო ფქვილი. ყველა ფქვილი არის სხვადასხვანაირი და თქვენ თვითონ შეხედეთ. 3 კილოს ერთ ჯერზე ნუ დაამატებთ. მოვზილოთ ცომი. შეხედეთ გამოვიდა ესეთი ცომი მეგობრებო, ჯერ ცხიმი არ დამიმატებია. აი დამჩა ამდენი ფქვილი 50 გრამი 60 გრამი დაახლოებით და ამას აღარ დავამატებ. ეხლა დავამატებ ცხიმს, 750 გრამი მარგარინი, დარბილებული ოთახის ტემპერატურაზე. შევაზილეთ ცხიმი კარგად, ჭირდება კარგი დაზილვა მეგობრებო, თუ გეზარებათ და ვერ გაუმკლავდებით დაზილვა, შეგიძლიათ ცხიმი დაადნოთ და ისე გაუკეთოთ. მოვზილე ძალიან კარგად, იდეალურად, აი ნახეთ, ემჩნევა. ეხლა დავამატებ ცოტა ზეთს და ზეთით გადავზილავ ცოტას. დაახლოებით 50 მl ზეთს გაუკეთებ. ზემოდან დავაფაროთ სტრეიჯი. დაველოდოთ ცომის საფუებას. გავიდა 2 საათი. სულ მეკითხებით კომენტარებში, რომ რამდენ ხანში უნდა ამოვიდეს პასკის ცომი. ეს არის ინდივიდუალური მეგობრებო, როგორი ტემპერატურაა ოთახში, იმაზეა დამოკიდებული. საათნახევრიდან 2 საათი დაახლოებით აი ესე ჭირდება. შეიძლება მეტი, შეიძლება ნაკლები, ესე ზუსტ დროს ვერავინ ვერ იტყვის. დავამატებ 1 ფორთოხლის და 1 ლიმონის ცედრას. 500 გრამი ქიშმიში, დავაყრი 1 სუფრის კოვს ფქვილს. გადავურიოთ ფქვილში. 200 გრამი შავი ქიშმიში, მოვაყაროთ ამასაც ფქვილი, გადავურიოთ. ჩავწილოთ ზეთიანი ხელით. ნახეთ როგორი ყვითელი ფერის არის ცომი მეგობრებო, ეს არის კურკუმას დამსახურება, რომ ესე ყვითელია ცომი. თუ სოფლის კვერცხით გააკეთებთ, ისიც ყვითელი გამოდის.
დაველოდებით კიდევ ერთხელ ცომის ამოსვლას. გავიდა 2 საათი, გაფუვდა პასკის ცომი, შეხედეთ რა კარგია. ეხლა აღარ ჩავზილავთ, პირდაპირ გადავიტანთ ფორმებში. ამოვიღებთ ზეთიანი ხელით. $500 გრამიან ყალიბში ჩავდებთ 550 გრამ ცომს. ვისაც სასწორი არ გაქვთ, მეგობრებო, პასკის ყუთის მესამედი უნდა იყოს, აი ნახეთ, აი ესე. ეს არის 300 გრამიანი ფორმები და ჩავდებ 350 გრამ ცომს. მაქვს ესეთი ბეკეკოს ყალიბი, ჩავასხავთ ზეთს. ცხიმი კარგად უნდა გადავანაწილოთ ფორმაში, შემდეგ მოვაყაროთ მანანის ბურღული. მაქვს ესეთი თუჯის ყალიბი, მოვაყაროთ გატარებული ნიგოზი. დავჭრათ ცომი ამ ფორმაზე და გადავიტანოთ ყალიბში. რომ აფუვდება, შემდეგ გამოვაცხოთ. გაფუვდა უკვე ჩვენი პასკები, შევდგათ გამოსაცხობად. დაჭირდება 45 წუთი ან 1 საათი. შეხედეთ, როგორი საოცარი პასკა გამოვიდა.